მოქალაქეების უდიდეს ნაწილს მიაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და მასზე პასუხისმგებელი ქართული ოცნებაა. ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ პროცესებზე, ოლიგარქისა და მისი გუნდის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე კვლევა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი აქვეყნებს. კვლევა 2025 წლის 18-30 იანვრის შუალედში ჩატარდა, გამოიკითხა 2000 რესპონდენტი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, რესპონდენტები შეიჩნენ ოჯახებში შემთხვევითი წესით. კვლევის შედეგები უზრუნველყოფს პლუს-მინუს 2% შერჩევის სტომილებას მთლიანი შერჩევისთვის და 95%-იანი სანდოობით. რა გვიჩვენა ამ კვლევამ? დეა მამისეიშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში და ის გვეტყვის, გისმენდეა. გვიჩვენა დინამიკა და უახლესი ტენდენცია განწყობები, რომლებიც არის საზოგადოებაში. ეს კვლევა იმით არის საინტერესო და მნიშვნელოვანი, რომ ეს არის საზოგადოებრივი აზრის ბოლო სულ ახალი კვლევა და ძალიან კარგად ასახავს ბოლო დროის განწყობებს, რომლებიც არის საზოგადოებაში. 18-30 იანვარზე ამ პერიოდზე არის საუბარი და რაც შეეხება ძირითად იმ საკითხებს, რომელიც არის პრობლემური, რომელიც არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის, კვლევა არის საკმაოდ მოცულობითი, ამიტომ რამდენიმე ძირითადი კითხვა ამოვარჩიეთ, რომელიც კარგად ასახავს იმ შეხედულებებს, რომელიც არის ხალხში. დაუსვეს ასეთი კითხვა გამოკითხულებს, მიგაჩნიათ თუ არა, რომ დღესდღეობით საქართველოში პოლიტიკური კრიზისია. შედეგები გამოკითხულთა აზრი ასე არის გადანაწილებული. დიახ, მიმაჩნია, ამას ამბობს გამოკითხულთა 82.1%. 12.3% ამბობს, რომ არა, მას ასე არ მიაჩნია. არ ვიცი, ამ პასუხს იძლევა 5.4%, ხოლო უარს პასუხზე ამბობს 0.2%. იყო კიდევ ერთი კითხვა და ძირითადად პოლიტიკურ ნაწილს და პოლიტიკური განწყობების ასახვას მოიცავს ის გამოკითხვა, რომელიც ჩატარდა საზოგადოებაში. კითხვა არის შემდეგი. რომელი გამოხატავს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას. გამოკითხულები ამ კითხვას ასე პასუხობენ. 38.6% ფიქრობს, რომ ერთპარტიული პარლამენტი გამოხატავს ამას. 33.7% ამბობს, რომ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები საქართველოში ახალი არჩევნების დანიშნვის მოთხოვნასთან დაკავშირებით გამოხატავს ამ პროცესს. 11.9% ამ კითხვაზე პასუხად ასახელებს დასავლეთის მიერ საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარებას. ხოლო ქართული ოცნების ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს ასახელებს მიზეზად 13.3%. 15.4% პოლიტიკური პატიმრების არსებობის პრობლემურობაზე საუბრობს, 17.1% უცხო ქვეყნების, უცხო ძალების ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში, ასეთია მათი პასუხი. 11.7% პასუხობს ოპოზიციური პარტიების დესტრუქციულ ქმედებებს. პოლარიზაციის გამძაფრებაზე მიანიშნებს გამოკითხულთა 7.6%. 12.6% ივანიშვილის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების სრულ კონტროლზე ამახვილებს ყურადღებას, რაიმე სხვა მიზეზს ასახელებს ამ პასუხს 2.6%, არც ერთს 2.4%, არ ვიცი, ასე პასუხობს ამ დასმულ კითხვას 4.1%, ხოლო უარს პასუხზე ამბობს 0.5%. იყო კიდევ ერთი კითხვა პოლიტიკური განწყობების გაზომვის ნაწილში და პასუხისმგებლობის ნაწილში, ვინ არის საქართველოში არსებულ კრიზისზე პასუხისმგებელი. გამოკითხულთა უმრავლესობა ასახელებს ქართულ ოცნებას და ეს კარგად ასახავს თუ რას ფიქრობს ხალხი რუსულ ოცნებაზე, რომელსაც არაფერი აქვს ქართული სახელწოდების გარდა. 77.9% ასახელებს ქართულ ოცნებას, ეს არის უმრავლესობა გამოკითხულთა. ნაციონალურ მოძრაობას ამ კითხვის პასუხად ასახელებს 16%, სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ამბობს 16.5%. არასამთავრობო ორგანიზაციებს ასახელებს 5.1%, 3.9% ევროკავშირსა და ევროპის ქვეყნებზე მიუთითებს, 2.1% ამერიკის შეერთებულ შტატებს, 9.1% რუსეთს, 23.6% ბიძინა ივანიშვილს, რუს ოლიგარქს, რომელიც არის ქართული ოცნების დამფუძნებელი. 1.1% ირჩევს პასუხად გლობალურ ომის პარტიას და Deep States. 3.7% ასახელებს ოპოზიციურ მედიას, 3.2% ასახელებს სახელმწიფო მედიას, სხვა ამ პასუხს იძლევა 1.5%, ხოლო არ ვიცის ამბობს 2.7%. უარი პასუხზე ამ შემთხვევაში განაცხადა 0.9%.
რასაკვირველია საპარლამენტო არჩევნები იყო კიდევ ერთი საკითხი, რითაც დაინტერესდნენ გამოკითხულების შემთხვევაში და მიმართულებით მათ დაუსვეს კითხვები, ვის მიეცით ხმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. ქართულ ოცნებას თუ რომელიმე ოპოზიციურ ძალას, სწორედ ასეთი იყო კითხვის ფორმულირება, რომელიც დაუსვეს გამოკითხულებს, 51.3%, ნახევარზე მეტი ასახელებს ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას, ქართულ ოცნებას ასახელებს გამოკითხულთა მხოლოდ 32%, ხოლო უარს პასუხზე ამბობს ამ შემთხვევაში 17%, ამ გამოკითხვითაც ცალსახაა. რომ ის შედეგი, რომელიც ქართულ მოოცნებამ დააყენა არჩევნებზე მიტაცების და მასობრივი გაყალბების გზით, არ ესახავს იმ განწყობებს, რომლებიც იყო საზოგადოებაში და ზუსტად ამიტომაც არის, რომ არავინ აღიარებს ქართულ ოცნებას ხელისუფლებად და რომ არაღიარების პოლიტიკა გრძელდება როგორც საქართველოში, ასევე პარტნიორი ქვეყნების მხრიდანაც. რაც ასევე მნიშვნელოვანია, გეტყვით იმ განწყობას და დინამიკას, რომ ახალი არჩევნების მიმართ და პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლების მიმართ ნახევარზე მეტი გამოკითხულთა დადებით პასუხს ასახელებს და ამბობს, რომ ეს პრობლემატურია და ეს უნდა გადაიჭრას, ან უნდა დადგეს ქვეყანაში ახალი არჩევნები და ასევე პოლიტპატიმრები, რეჟიმის ტყვეები უნდა გათავისუფლდნენ. რასაკვირველია, ტრადიციულად და სტანდარტულად მუდმივად იზომება სატელევიზიო არხების რეიტინგიც, ვის მიმართ აქვს საზოგადოებას სანდოობა. ამ შემთხვევაში პირველ სამეულს გაგაცნობთ რეიტინგების თვალსაზრისით ტელეკომპანია იმედი სახელისუფლებო არხი პროპაგანდისტული მედია ასახელებს 41.8% გამოკითხულთა და ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ამ მედიაში სახელისუფლებო რესურსი, ფული, მათ შორის ყველაზე მეტად იხარჯება და პროპაგანდის მთავარი იარაღია. მთავარი არხი, ჩვენი ტელევიზია არის მეორე ადგილზე 37.8% ასახელებს მთავარ არხს მისი საინფორმაციო საშუალებად და მისი ინფორმაციის მიღების წყაროდ. მესამე ადგილზე არის უკვე TV პირველი 33.4%. აი ასეთია ის განწყობები, ის აზრი, რომელიც მკვლევარებმა გამოკითხვის შედეგად დაადგინეს. როგორც უკვე გითხარით, ეს გამოკითხვა არის მნიშვნელოვანი იმით, რომ სულ ახალია და ბოლო ტენდენციებს მოიცავს. მე უბრალოდ მეთოდოლოგიის და დეტალების შესახებ შემაჯამებლად გეტყვით. კვლევა ჩატარდა, როგორც უკვე გითხარით, 18-დან 30 იანვრის პერიოდში. მისი ავტორი, კვლევის ავტორი არის სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი, გამოიკითხა 2000 რესპონდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა გამოკითხვა და რესპონდენტები შეირჩნენ ოჯახებში შემთხვევითი წესით. კვლევის შედეგები პლუს-მინუს 2.2% ცდომილებას გამოხატავს და 95%-იანი სანდოობით არსებობს, სარგებლობს უпроსტოდ. მოკლედ ასეთია ძირითადი ტენდენციები, ასეთია მიგნებები და შემაჯამებლად რომ თქვათ, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ქართული ოცნება არის პასუხისმგებელი კრიზისზე და გამოკითხულთა უმეტესობა ამბობს, რომ გადაჭრის გზა იქნება ახალი არჩევნები და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება.